სალამი მეგობრებო, ამ ვიდეოში თქვენ გაიცნობით იმას, თუ როგორ სრულდება 5 ტიბეტელის ვარჯიში და რა სარგებას იძლევა მისი რეგულარულად შესრულება. ეს ვარჯიში საშუალებას იძლევა, რომ გაგიძლიერდეთ სხეულის კორპუსი, გახსნას ენერგოარხები და დაამშვიდოს გონება. ასევე თითო ვარჯიში თითო ელემენტს შეესაბამება და დაგეხმარებათ მათ შეგრძნებაში და დაბალანსებაში. მის შესრულება რამდენადაც მარტივად გამოიყურება, იმდენად დიდი ძალის მატარებელია ეს ვარჯიში. ამ ვიდეოში თითო ვარჯიშს 9 ჯერ ვასრულებ. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ იმავე რაოდენობით და თუ შეატყვეთ, რომ გებერვებათ, შეამცირეთ იქამდე, სანამ ეს მისაღები არ იქნება თქვენი სხეულისთვის. ეცადეთ თქვენი პრაქტიკა განავითაროთ იქამდე, რომ შეძლოთ თითო ვარჯიშის 21 ჯერ შესრულება. ახლა კი დავიწყოთ და სანამ უშუალოდ ვარჯიშზე გადავალთ, კარგი იქნება თუ ყოველი ვარჯიში წინ თქვენს განზრახვას გააჟღერებთ, თქვენივე სიტყვებით, ისე როგორც გესიამოვნებათ. და ეს ვარჯიში დამეხმაროს სიმშვიდეში, სიცხადეში და ჯანმრთელობაში, რათა ეს სარგებელი სხვებსაც გაუზიარო. ცხვირით ღრმად შეისუნთქეთ და პირით ხანგრძლივად ამოისუნთქეთ. და დავიწყოთ. პირველი ვარჯიში. გადაგით ისე, რომ ხერხემალი გქონდეთ გამართული, მიადგით ფეხები ერთმანეთს, ისე რომ ფეხის წერათითები ეხებოდეს ერთმანეთს. ხელები გაშალეთ ჰორიზონტალურად და თქვენი მხედველობის ფოკუსით დააფიქსირეთ მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე. როდესაც მზად იქნებით, დაიწყეთ ტრიალი საათის სისხლის მიმართულებით. ეცადეთ თვალები არ მოაშოროთ საჩვენებელ თითს. ისუნთქეთ ღრმად და ნელა. როდესაც ბოლო ბრუნს დაასრულებთ, შეჩერდეთ იმ პოზიციაზე, საიდანაც დაიწყეთ. თავბრუს ხოვლა ნორმალურია. აიღეთ ერთი წერტილი თქვენს წინ 2-3 მეტრის დაშორებით და მას უყურეთ. ხელის გულები შეატყუპეთ და მკერდთან მიიტანეთ. ფეხებით შეატყუპეთ, ისე რომ წერათითები ერთმანეთს ეხებოდეს. დააკვირდით, როგორ იკლებს თავბრუს ხოვლა და როგორ უბრუნდებით ბალანსს. თუ შემაწუხებელი გახდა თავბრუს ხოვლა, შეხედეთ თქვენს თითებს და შენელდება პროცესი. ისუნთქეთ და დააკვირდით პროცესს. როდესაც სრულიად გაჩერდება თავბრუს ხოვლა, ზურგზე დაწეკით და მოტუნდით. მეორე ვარჯიში მიწის ელემენტს ააქტიურებს. დაწეკით ზურგზე, ხელები მოათავსეთ სხეულის პარალელურად, ფეხის თითები მიმართეთ შიგნით. შესუნთქვასთან ერთად ფეხები, თავი და ხელები ერთდროულად აწიეთ. ეცადეთ ფეხები რაც შეიძლება ვერტიკალურად მიმართოთ. ამოსუნთქვისას თავი, ფეხები და ხელები ერთდროულად დაუშვით მიწაზე. და რაც მთავარია, არ აჩქარდეთ, ისუნთქეთ ღრმად და ნელა. როგორც ხედავთ, სიზუსტით და მოხნილობით არც მე არ გამოვირჩევ. ჩვენ არ ვეძებთ ვიყოთ იდეალურები. ჩვენ გვჭირდება გავაკეთოთ ეს ვარჯიში იმდენად კარგად, რამდენადაც ეს შეგვიძლია. როდესაც ბოლო მოძრაობას დაასრულებთ, დარჩით ზურგზე. მოადუნეთ სხეული, ხელები, ხერხემალი, ფეხები და ისუნთქეთ ღრმად. შეისუნთქეთ ღრმად ცხვირით და უფრო ხანგრძლივად და ღრმად ამოისუნთქეთ პირით. დააკვირდით რა გავლენას ახდენს ეს მოძრაობები თქვენს სხეულზე, თქვენს სუნთქვაზე, თქვენს ენერგიაზე. დააკვირდით რა პროცესები მიდის სხეულში. იგრძენი სხეულის დაჭიმულობა და სუნთქვით მოადუნე. შეისუნთქე ღრმად ცხვირით და უფრო ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე პირით. როდესაც სუნთქვა დამშვიდდება, გადავალთ მესამე ვარჯიშზე. მესამე ვარჯიში აქტიურებს ჰაერს. სანამ წამოდგებით, ჯერ გადაბრუნდით მარცხენა მხარეს, ისე რომ არ აჩქარდეთ. ნელა წამოდექი მუხლებზე. ხელები დაიდე უკან, ბარძაყის კუნთებზე. ღრმად ამოისუნთქე და თავი გადაწიე უკან და თავთან ერთად წელიც, იმდენად რამდენადაც ეს სხეულს ესიამოვნება. ამოსუნთქვისას თავი გადმოწიე წინ და ეცადე ნიკაპი მიიტანო გულმკერდთან, იმდენად რამდენადაც ეს ესიამოვნება სხეულს. არ აჩქარდე. იმოძრავე ნელა. შესუნთქვისას გადაიწიე უკან
გადაწიე თავი იმდენად, რამდენადაც ეს შეგიძლია. და ამ უსუნთქვისას ეცადე ნიკაპი მიადო გულმკერდს იმდენად, რამდენადაც ეს შეგიძლია. როდესაც ბოლო მოძრაობას დაასრულებ, დარჩი მუხლებზე. შენს წინ მიწაზე დადე მარცხენა ხელი და ზევიდან მარცხენა ხელს დაადე მარჯვენა ხელის გული და მარჯვენა ხელს დაადე შუბლი. მოთავსდი ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ღრმად ისუნთქე. დააკვირდი იმ პროცესებს, რა პროცესებიც ამ ვარჯიშმა გამოიწვია. დააკვირდი სუნთქვას, ისუნთქე ღრმად, ცხვირით შეისუნთქე ღრმად და ნელა. და პირით ამოისუნთქე უფრო ნელა და უფრო ღრმად. დააკვირდი, როგორ სტაბილურდება სუნთქვა. როგორ დუმდება სხეული. და რა გავლენა აქვს ამ მოძრაობებს შენ სხეულზე, ემოციებზე და გონებაზე. როდესაც სუნთქვა ბოლომდე დასტაბილურდება და დამშვიდდება, გადავალთ შემდეგ სავარჯიშოზე. მეოთხე სავარჯიშო აქტიურებს წყლის ელემენტს. დაჯექით მიწაზე, გაასწორეთ ხერხემალი, ფეხები გაშალეთ და დაალაგეთ მხრების სიგანეზე. ჩასუნთქვასთან ერთად მუხლები მოხარეთ და ტანით ზემოთ აიწიეთ. თავი უკან გადაწიეთ და ეცადეთ 3-4 წამის განმავლობაში ამ პოზიციაში სუნთქვა შეიკავოთ. ამ უსუნთქვასთან ერთად დაუბრუნდით საწყის პოზიციას და იმის მიუხედავად, რომ ვიდეოში არ ვაკეთებ, ეცადეთ ნიკაპი გულმკერდს მიადოთ. შემდეგ ისევ ჩაისუნთქეთ და ჩასუნთქვასთან ერთად მოხარეთ მუხლები და ტანით ზემოთ აიწიეთ. თავი უკან გადაწიეთ და შეიკავეთ ამ პოზიციაში სუნთქვა 3-4 წამის განმავლობაში. შემდეგ ისევ ამოისუნთქეთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას, წელი გამართული, იატაკის პარალელურად. ამ უსუნთქვისას ნიკაპი გულმკერდთან მიდის, იმდენად, რამდენადაც ეს შეგიძლიათ. არ აჩქარდეთ, ღრმად ისუნთქეთ. როდესაც ზემოთ აიწევით, ღრმად შეისუნთქეთ. თავი გადაწიეთ და 3-4 წამის განმავლობაში სუნთქვა შეიკავეთ. შემდეგ ღრმად ამოისუნთქეთ. რაც თავარია ნელა ამოისუნთქეთ და ნიკაპი მიიტანეთ გულმკერდთან იმდენად, რამდენადაც ეს სხეულს ესიამოვნება. როდესაც ბოლო სავარჯიშო დაასრულეთ, ფეხები მოხარეთ, მიიტანეთ გულმკერდთან. თავი თქვებით ახარეთ იმდენად, რამდენადაც ეს სხეულს ესიამოვნება. მარცხენა ხელი მოხვიეთ მარჯვენა მაჯას და იდაყვები მუხლებზე დაილაგეთ. ისუნთქეთ ღრმად და დააკვირდით, რა გავლენა მოახდინა ამ ვარჯიშზე თქვენს სხეულზე, ემოციებზე და გონებაზე. შეისუნთქე ღრმად ცხვირით და ამოისუნთქე ღრმად და უფრო ნელა პირით. როდესაც ბოლომდე დაასტაბილურებ სუნთქვას, გადავალთ შემდეგ სავარჯიშოზე. მეხუთე სავარჯიშო ცეცხლის ელემენტს ააქტიურებს. ამ სავარჯიშოს ვიწყებთ თავდახრილი ძაღლის პოზიციიდან. ეცადეთ თქვენი მუხლები და ხელები იყოს გამართული იმდენად, რამდენადაც ეს სხეულს ესიამოვნება და თქვენი ქუსლები ეხებოდეს მიწას. ამ უსუნთქვასთან ერთად ჩავდივართ მიწის ჰორიზონტალურად, ისე რომ ჩვენი მუხლები მიწას არ ედება. შემდეგ წელით და თავით ვიწევით ზემოთ და ვიზნიქებით უკან იმდენად, რამდენადაც ეს სასიამოვნო იქნება. შესუნთქვასთან ერთად უბრუნდებით საწყის პოზიციას. და ამ სავარჯიშოსაც ვაკეთებთ 9 ჯერ. თავარი არ აჩქარდეთ. როდესაც ბოლო მოძრაობას დაასრულებთ, გადავდივართ ბავშვის პოზაში და აგვდუნდებით იმდენად, რამდენადაც ეს შეგვიძლია. ისუნთქე ღრმად, შეისუნთქე ცხვირით და ამოისუნთქე უფრო ღრმად და ნელა პირით. დააკვირდი ხელებში დაჭიმულობას, წელის დაჭიმულობას, სუნთქვის სიხშირეს. ეს ყველაფერი დაამშვიდე, ღრმა შესუნთქვი და ღრმა ამოსუნთქვი. დააკვირდი ამ გავლენას შენ სხეულზე, შენს ემოციებზე, შენს გონებაზე. მოადუნე ყველა წერტილი, სადაც კი დაჭიმულობას გრძნობ. ისუნთქე ღრმად. და როდესაც შენი სუნთქვა ბოლომდე დასტაბილურდება,
მოხლებით დარჩი მიწაზე. უბრალოდ წამოიწიე წინ, ხელის გულები შეატყობე, კერთან მიიტანე და გამოხატოთ მადლიერება იმ სავარჯიშოების მიმართ, რაც ერთად გავაკეთე. მადლიერი ვარ ამ სხეულის, გონებისა და ცნობიერების, მადლიერი ვარ ამ ვარჯიშის და ამ მადლიერებას ვაზიარებ ყველა გრძნობით არსებასთან. და აი ყველა გრძნობითი არსება იყოს სიყვარულით, სიმშვიდით, ჯანმრთელობით და სიცხადით სავსე. და აი ყველა გრძნობითი არსება იყოს თავისუფალი ავტომატური რეაქციებისგან, დაბნეულობისგან და გაურკვევლობისგან. და აი ყველა ცოცხალ არსებას ქონოდეს ყველაფერი, რაც მათ ჭირდება თავიანთი სულის განვითარების გზაზე. ამინ. შეიგრძენი ის სიმშვიდე, რაც ამ ვარჯიშმა მოიტანა. გამოხატე მადლიერება საკუთარი თავის მიმართ, რომ ეს ვარჯიში გააკეთე და სამყაროს მიმართ, რომ ეს ვარჯიში შენამდე მოვიდა. მადლობა.